რა არის შენთვის შენი smartphone-ის ეკრანი? განტვირთვა, მახე, იარაღი, ჯავშანი თუ რა? როცა ჩვენ დაღლილები ვართ, ვამბობთ, ახლა უნდა დავისვენო, ვწვევით, ანუ სხდებით და ხელში ვიღებთ ტელეფონს. მაგრამ სკროლვას ჩვენი ტვინი საერთოდ ვერ აღიქვამს ისე როგორც სრულფასოვან დასვენებას. იცით რატომ? იმიტომ რომ როცა ჩვენ ნამდვილად ვისვენებთ, ჩვენი სუნთქვა ამ დროს არის ძალიან მშვიდი და ძალიან თანაბარი. ხოლო სკროლვისას ჩვენი სუნთქვა ხან ზედაპირულია, ხან შენელებული, ხან მძიმე, ხან შეიძლება საერთოდ შევიკავოთ კიდეც. ამ ფენომენს მეცნიერებმა უწოდეს ეკრანის აპნოე. და იცით რა არის საინტერესო და საოცარი? ჩვენი უმეტესობა საერთოდ ვერ ამჩნევს იმას, რომ სკროლვის დროს ჩვენი სუნთქვა ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობის ან დაძაბულობის დროს. ჩვენი ტვინი ამ დროს ზუსტად ისე ელის რაღაცას, მაგალითად რაღაც სკანდალურ სათაურს, საოცარ სურათს, ხმაურიან ან სასაცილო ვიდეოს, ლაიქს, ფოტოს, როგორც მონადირე თავის მსხვერპლს. სუნთქვა ხდება არათანაბარი და დარღვეული სუნთქვის რიტმის დროს ორგანიზმში გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. სწორედ ამიტომ არის ის, რომ ხშირად ჩვენ დასასვენებლად დავჯდებით, 2 საათის შემდეგ უფრო დაქანცულები ვდგებით და ვამბობთ, რომ საერთოდ ვერ დავისვენი არა და მთელი 2 საათი ვიწექი. ანუ ჩვენი სხეული ქრონიკულ სტრესშია სკროლვისას. ჩვენ კი ამას ვერც ვამჩნევთ და ვერც ვაცნობიერებთ. ალბათ ყველამ ვიცით ის, თუ არ გვიფიქრია ამაზე, ყოველ შემთხვევაში ვიცით მაინც, რომ წარმოგვიდგენია სოციალური ქსელების შექმნაზე მუშაობენ TikTok-ის, Facebook-ის, Instagram-ის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კორპორაციებში სოფლიოს საუკეთესო ნეირომეცნიერები, პროგრამისტები, ქცევის ფსიქოლოგები და ასე შემდეგ. ეს ალბათ ყველამ ვიცით, მაგრამ არ ვიცით ერთი რამ, რომ თურმე ამ სოციალური ქსელების შექმნისას ისინი იყენებდნენ კაზინოს მექანიზმს. აი ეს მომენტი, სკროლვა, წამიერი შეყოვნება, შემდეგ ახალი ინფორმაციის გამოვარდნა, ასე ვთქვათ, არის კაზინოს სლოტ აპარატის ერთ-ერთი ასლი. ეს ამბავი არ მოგვიგონია, თვითონ აღიარეს, გამოუტყდნენ, ასე ვთქვათ, ამ სოციალური ქსელების ყოფილი მესვეურები და ინჟინრები. და თქვენს რომ ისინი საგანგებოდ განზრახ უმიზნებდნენ ადამიანის ყველაზე უფრო სუსტ ბიოლოგიურ წერტილებს. კაზინოს პრინციპი არის ერთი, რომ ტვინმა ვერ უნდა იწინასწარმეტყველოს, რა შეიძლება მოხდეს მომდევნო წამში. რათა მუდმივ მოლოდინში იყოს. აი ამ დროს უკვე გამოიყოფა სხვა ჰორმონი, ეს არის დოფამინი, მოლოდინის და აზარტის ჰორმონი. ის ჩვენ საბოლოო ბედნიერებას არ გვანიჭებს. ის ჩვენ გვაიძულებს მუდმივად ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში, რომ ეკრანს ვერანაირად ვერ მოვწყდეთ. ამას ქვია ერთგვარად დოფამინური შიმშილი. მაინტერესებს ოდესმე თუ გიფიქრია იმაზე, რომ აი ამ გაცხარებული მარკეტინგის და კაპიტალიზმის და ბიზნესის და აღებმიცემობის სამყაროში რანაირად მოხდა ის, რომ ყველანაირი სოციალური ქსელი დარეგისტრირება და მოხმარება ჩვენთვის არის სრულიად უფასო. აი ჩვენთვის, ჩვეულებრივი უბრალო მოკვდავი ღატაკი ადამიანებისთვის. ამდენი ინფორმაცია, კონტაქტი, კავშირი, გართობა და ყველაფერი. თუ გიფიქრიათ, შეიძლება ისიც გაგხსენებიათ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ეს ამ შემთხვევაში ძალიან მართალია, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ისე ვართ, როგორც თაგვები სათაგურში, ბორბალში, სადაც გახარებულები დავარბივართ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის უფასოა, არა და სინამდვილეში. ჩვენ აქ ვიხდით ყველაფერს. პირველ ეტაპზე ჩვენ სოციალურ ქსელებს ვჩუქნით პირიქით აქეთ უფასოდ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას რესურსს, ჩვენს დროს და ყურადღებას. რა ხდება მომდევნო ეტაპზე? მომდევნო ეტაპზე იწყება უკვე როგორც ჩემი ბებია იტყო და ფულის მახე, რეალური ფულის მახე. ამ ჩვენს დროს და ყურადღებას სოციალური ქსელები მიყიდიან უმსხვილეს კორპორაციებს, ეს კორპორაციები მოგვიბრუნდებიან ჩვენ და ამ ქსელებში რეკლამების სახით მოგვყიდიან, ახლა უკვე მოგვყიდიან რეალურ პროდუქტს, რომელშიც ჩვენ რეალური თანხის გადახდა გვიწევს და თანაც ჩვეულებრივად მარტო პროდუქტს კი არ მოგვყიდიან, თქვათ არაქისის სკარაქს ან რაღაცა გაზონის საკრეჭ დანადგარს. ჩვენ ისინი მოგვყიდიან ცხოვრების წესს. ჩვენს თავში ამ რეკლამების და ყველაფრის შედეგად თანდათან ილექება, როგორი ტუჩი უნდა გქონდეს, როგორ მანქანაში უნდა ვისხდეთ, როგორი ფეხსაცმელი გვეცვას, რომ კარგი ტიპები ვიყოთ, სად უნდა ვატარებდეთ ჩვეულებას, როდის და რომელ ყავას, როგორი ჭიქით უნდა ვსვამდეთ.
ყველაფერი აბსოლუტურად. ჩვენი ცხოვრების წესის მოყიდვა ხდება ჩვენზე. და ჩვენც გაბოროტებულები მივცუხცუხებთ პლასტიკურ ქირურგებთან, ავტოსალონებში, ტანსაცმლის მაღაზიებში, კოსმეტიკის ბრენდებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის წრე, ლაუაზიეს კანონია. ალგორითმს აქვს ძალიან კონკრეტული დავალება, გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ მაგალითად თინამ ტელეფონი ხელიდან ვერ გაუშვას. ეს არის ბიზნეს მოდელი, რომელიც ადამიანის ყველაზე უფრო სუსტ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე, სიხარულზე, გაოცებაზე, შიშზე, აღფრთოვანებაზე პარაზიტირებს. თანაც იცით როგორ? საერთოდ წაგვეშალა ყველას მოლოდინის და მოცდის რეჟიმი. ძველად ადამიანი რაღაცას რომ შექმნიდა, დაწერდა, დახატავდა, რეაქციას კვირაობით, თვეობით, წლობით ელოდა. ადამიანი მტრედს რომ წერილს მოაბამდა ფეხზე და გაუშვებდა, ის მტრედი ან ჩავიდოდა ან არა და მე რომ ჩავიდოდა ან ჩამოვიდოდა და ან არა და რომ ჩამოვიდოდა რა პასუხს ჩამოიტანდა ეს კიდე კაცმა არ იცოდა. ანუ ადამიანის ფსიქიკას ჰქონდა უზარმაზარი დრო იმისათვის, რომ ეს მოლოდინი პირველი ჯანსაღად გადაემუშავებინა და მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონოდა ნებისმიერი სიტუაციის ნებისმიერი ვერსიით დასრულების მოლოდინი. ანუ აუცილებლად კარგის მოლოდინი არა, ნებისმიერი მოლოდინი იყო მისთვის მისაღები და გადახარშული. რა ხდება დღეს? დღეს ჩვენს ფსიქიკას საერთოდ აღარ აქვს ლოდინის უნარი. როგორც კი პოსტ დილაქს დავაჭერთ, მაშინვე ტვინში აქტიურდება წამზომი, ჩაირთვება წამზომი. თუ პირველი რეაქცია არ მოვიდა უკვე რამდენიმე წამში ან რამდენიმე წუთში, აი აქ უკვე იწყება ჩვენი დოფამინური შიმშილი და ვიწყებთ refresh, განახლება, scroll-ვა, ქვეცნობიერად ვშფოთავს და ეს არის სწორედ აი ეს მახე. ჩვენ ვითხოვთ მყისიერ ციფრულ საკვებს, ასე ვთქვათ. შენს თავს თუ დაუწყებ ლანძღვას და საყვედურებს, რომ რა უნებისყოფო ხარ, რა სუსტი ხარ, როგორ ვერ უძლებთ ცდუნებას, რომ ეს ტელეფონი დააგდო, გაჩერდი და გაიხსენე, რომ ეკრანის მეორე მხარეს არის გიგანტური ინდუსტრია. გაიხსენე, რომ ისინი ნადირობენ შენს მყისიერ დოფამინზე. შენს წინააღმდეგ არიან მსოფლიოს საუკეთესო სუპერკომპიუტერები, ნეირომეცნიერები, რომლებიც მიზნად ისახავენ, რომ შენი მომდევნო 15 წუთი შთანთქან და შესანსლონ, ასე ვთქვათ. რამხელა გამოწვევა აგესმით? კაზინოში ვართ და საკუთარ თავს ვთხოვთ, რომ ვიყოთ გაწონასწორებულები და კეთილგონიერები. ძალიან ნორთული ამოცანაა. რა გავაკეთოთ? რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? ვიფიქროთ ხმამაღლა, რომ ამ ფიქრში დავალაგოთ ჩვენი აზრები, ერთადერთი იარაღი რის გაკეთებას შეგვიძლია ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის ის, რომ საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ როგორღაც მართვის სადავეები. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მყარი შინაგანი ღერძი და იმისათვის, რომ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები როგორც ინსტრუმენტი და არა პირიქით, მათ არ გამოგვიყენონ ჩვენ როგორც ინსტრუმენტები და პროდუქტები და იარაღები. სოციალურ ქსელებში ვართ ყველა, თითქმის ყველა. ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე და სოციალურ სივრცეზე, თითქმის ყველა არის დარეგისტრირებული. ზოგი მათგანი არის ძალიან აქტიური, ზოგი მათგანი არის გაცილებით პასიური. პასიური ნაწილი აქტიურ ნაწილს ძალიან ისე ცინიკურად უყურებს, რომ ვერ ძლებენ ისინი ინტერნეტის და ვთქვათ Facebook-ის და სოცქსელების გარეშე, ნარკომანები არიან და არ არიან მოკლედ ჯანმრთელები ეგენი რა, საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ. ხოლო აქტიური ნაწილი პირიქით უყურებს პასიურ ნაწილს, გამკილავად და ამბობს, რომ თუ არც პოსტავ, არც ფოტოსდებ, არც აკომენტარებ და არაფერი არ გაინტერესებს, მაშინ რაღაცომ ხარ აქ და რაღაც ზიხარ ესე ბუჩქებში ჩასაფრებული კურდღელივით. პასიურების და აქტიურების მინდა რომ თან დაგამშვიდოთ და თან ერთი სამწუხარო სიმართლე გითხრათ, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უფრო სწორად, აი სოცქსელების შემქმნელებისათვის თქვენ აქტიური მომხმარებელი ხართ თუ პასიური. მათთვის მთავარია იცით რა, თქვენ აქ ხართ, პასიური ხართ თუ აქტიური და ისინი იღებენ იმას, რაც თქვენგან სჭირდებათ, თქვენს ყურადღებას და თქვენს დროს. მეტი მათ არაფერი სჭირდებათ. თქვენ გინდა აქტიური იყავით, გინდა პასიური იყავით. ახლა გაჩნდება კითხვა, თუ არავინ არ არის ესეთი, ვინც ჯანსაღად მოიხმარს ამ Facebook-ს, თუ ყველანი ამ მახეში ვართ, ასე როგორ შეიძლება. ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი მომხმარებლები არიან ვირტუალური სივრცის. ამაზე საუბარი ოღონდ შემდეგ ვიდეოში უნდა განვაგრძოთ. მანამდე ფიქრების ლაბორატორია გამოიწერეთ და გამიზიარეთ კომენტარებში, თქვენ როგორი მომხმარებელი ხართ, აქტიური, პასიური და საერთოდ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. დროებით შემდეგ ვიდეომდე.